კიევში ქართული დიასპორის ორგანიზაცია ქართული ქრისტიანული სამყარო უკვე მრავალი წელია სულიერი გაერთიანების სიმბოლოდ იქცა. მისი პრეზიდენტი გიორგი ბერიშვილი პირველი ქართველი გახდა, ვინც 80 წმინდა მამის წმინდა ნაწილები და წმინდა გიორგის უძველესი ხატი პატრიარქის ლოცვა კურთხევით ჩამოაბრძანა საქართველოში. ბერიშვილთან ინტერვიუში გავიხსენეთ მისი სულიერი გზა, ემოციური მომენტები და ხედვა მართლმადიდებლობისა და ქართველობის შესახებ. მოგესალმებით ბატონო გიორგი. ჩვენთვის პატივია ვისაუბროთ თქვენთან ჩამობრძანებულ სიწმინდეებზე და ქართულ ქრისტიანულ სამყაროზე უკრაინაში. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენ გადაცემას. ეს უკვე პირველი ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ მართლმადიდებელი სამყაროს ერთიანობაზეა ლაპარაკი, ეს უკვე ბედნიერება არის. აქედან გეტყვით 18 წლის ასაკში ღმერთის წყალობითა და ჩვენი უწმინდესისა და უნიტარესის ჩვენი პატრიარქის ილია მეორეს კურთხევით წმინდა გიორგის სახელობითი ტაძარი ავაშენე ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში და ამის კურთხევა მოგცათ მეუფე გერასიმემ. ხოდა პირველი ნაბიჯი იყო ჩემი ეს 18 წლის ასაკში, რომ ეს ბედნიერება და ეს ბედნიერი ნაბიჯი რომ გადავდგი. აქედან გამომდინარე უწმინდესისა და უნიტარესის ჩვენი პატრიარქის ლოცვა კურთხევით, ჩვენი მეუფე გერასიმეს ლოცვა კურთხევით უკრაინიდან რამდენიმე ასეული წმინდა მამების წმინდა ნაწილები, იერუსალიმიდან, ათონისმთიდან, რუსეთიდან, უკრაინის წმინდა მამები, რამდენიმე ასეული სიწმინდეები, წმინდა მამების წმინდა ნაწილები ჩამოვაბრძანეთ საქართველოში. ეს უფლის წყალობით მოხდა და მოხდა ჩვენი ღვთისმსახურების ლოცვა კურთხევით, ჩვენი მეუფეების თანადგომით, ბერების, მამაოების, რეულის, ჩვენი სულიერი დაძმების თანადგომით. და მე მადლობელი ვარ ღმერთისა და დიდება იყოს ღმერთისა. რა იყო თქვენთვის ყველაზე ემოციური მომენტი ამ პროცესში? მე როგორც ქრისტეს მეომარი, ასეთი რაღაცა გააზრებული არ მქონდა და ეს ყველაფერი უფლის წყალობით და ჩვენი პატრიარქის ლოცვა კურთხევით და ღვთისმსახურების ლოცვა კურთხევით, ჩვენი მეუფეს ლოცვა კურთხევით ეს ყველაფერი რომ შევძელი, სიმართლე რომ გითხრათ, ეს ჩემთვის ცოტა არ იყოს დაუჯერებელი იყო, მაგრამ რაც ღმერთის სიყვარულშია, შეუძლებელი ამ ქვეყნად არაფერი არ არსებობს. სიტყვა მართლმადიდებელი ნიშნავს მართლის დიდებას და ვემსახუროთ უფალს სიმართლეში, სიყვარულში, თანადამნობაში და ერთიანობაში. რას ნიშნავს თქვენთვის მართლმადიდებლობა? მართლმადიდებლობა ძნელია, მაგრამ აუცილებელია. როგორც ქართველობაა ძნელი, მაგრამ აუცილებელია და ამისთვის მე მინდა მივესალმო ყველა ქართველს, ვინც ქართულად მოაზროვნეა და ქართველობა ნიშნავს ერთიანობას, იმიტომ რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვერთ ქვეყანა. ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ სხვანაირად ვიცხოვროთ. ამისთვის ჩვენი სული ეკუთვნის უფალს, გულის სამშობლოს და ქრისტეს მოღალატეებს ჩვენი ხორციც არ ეკუთვნის, იმიტომ რომ ეს ხორციც ჩვენი წინაპრების წმინდა სისხლით მორწყულ მიწას ეკუთვნის. ამბროსი ხელაია. როგორც იცით, საქართველოში ჩამოყალიბდა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? რადგან მართლმადიდებელი კავშირი ჩამოყალიბდა, ეს უკვე მისასალმებელია, იქიდან გამომდინარე, რომ სიტყვა არის მართლმადიდებელი და კავშირი და ეს კავშირი იყოს ერთიანობა. ჩვენ უნდა ქრისტეს სიყვარულში, უფლის სიყვარულში, ჩვენი წმინდა მამების ლოცვა კურთხევით უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ ამ ქვეყნად ყველა თითეული ჩვენდაგანი ვართ სტუმარი ამ მიწიერ ცხოვრებაში და ყველაფერი ჩვენ როგორც ვიცხოვრებთ და როგორც სიკეთეს გადავცემთ და დავთესავთ, ის სიკეთით ჩვენ უფლის წყალობით და ჩვენი გადადგული ნაბიჯით მოხვდებით იქ, სადაც უნდა მოხვდეთ.